გამომშვიდობისა თქვენ უყურებთ კვირის ტყუილს. კვირის ტყუილი ეს არის ღარბის პროექტი, რომელშიც ვცდილობთ მაქსიმალურად მარტივად აგიხსნათ ვინ და როგორ გვატყუებს. გასულ კვირას დააპატიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის მხოლოდ ირიბად. დღევანდელი ვიდეო არის იმ ტყუილის შესახებ, რომ ხელისუფლება საკუთარი გუნდის წევრების დევნას, კორუფციასთან ბრძოლად და საზოგადოებაზე ზრუნვად ასახებს. ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი. და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ვინმესთვის, საქართველოს ბოლო წლების რამდენიმე საგარეო პოლიტიკური წარმატება ფორმალურად მის პრემიერ-მინისტრობას უკავშირდება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ბლოკში გაწევრიანებაზე განაცხადი და კანდიდატის სტატუსის მონიჭება. მრავალშვილიანმა, გამილიონერებულმა, ერთდროს ივანიშვილის ოჯახის ახლობელმა თავბრუ დამხვევი გზა გაიარა ძალიან მოკლე დროში. პრემიერობიდან ბრალდებულამდე, მსჯავრდებულამდე და პატიმრამდე. ოფიციალური ვერსიით ღარიბაშვილმა დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო და ამისთვის ფულს ათეთრებდა. ჩვენი კანონებით ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საპროცესო შეთანხმებით მიიღო 5 წლიანი პატიმრობა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა, 2 ავტომობილის და 7 მილიონამდე დოლარის კონფისკაცია, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს. ძალიან მოკლედ ღარიბაშვილის დანაშაულს ჰქვია კორუფცია, მაგრამ მისმა ნათესავებმა, როგორც ჩანს სასოწარკვეთის გამო, საზოგადოების დაბნევას სცადეს. ღარიბაშვილის ცოლის ძმა წერდა, რომ უკანონო შემოსავლების მიღება და კორუფცია თურმე სხვადასხვა რამ ყოფილა. კორუფცია ესაა, როდესაც ადამიანი თანამდებობას საკუთარი ინტერესებისთვის, პირადი გამდიდრების და სარგებლის მიღებისთვის იყენებს. ზოგადად კორუმპო ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს პირდაპირი აზრით წახდენას, გაფუჭებას, გარყვნას და მსგავს უბედურებებს. კორუფცია ნოყიერ ნიადაგს პოულობს იქ, სადაც კანონი არ კანონობს და საზოგადოების ზნეობრივი დონე დაბალია, სადაც პიროვნების ღირსების და პატივის ხელშეუხებლობის პრინციპი აბუჩადაა აგდებული და დაცინვის საგანია, სადაც საზოგადო საქმე ლიტონ სიტყვებამდე და რიტუალებამდეა დაყვანილი. ნუ თუ საქართველოს ორგზის პრემიერ-მინისტრი ასეთი კაცია. სავარაუდოდ კი, მაგრამ რა ხალხია და რა მიზანი აქვთ მათ, ვინც ის ორჯერ დანიშნა ან აირჩია პრემიერ-მინისტრად და დღემდე საქართველოს ხელისუფლებაშია. ვინც მას ხან აქებდა, ხან აკრიტიკებდა, ხან კი დასცინოდა კიდეც, როგორც ეს ერთ-ერთ ცნობილ ვიდეოშია. მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდმივად ნიშნავდა მაღალ თანამდებობებზე, თან ამტკიცებდა, მე არაფერ შუაში ვარ, საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობებს, სულ მეკითხება, როდის წავიდე, რომ თქვენი მაგალითი გავიმეოროო. პრემიერზე ვიტყვი განსაკუთრებით ღარიბაშვილზე, რომელსაც მე დაუტოვე ჩემი თანამდებობა და დატოვებისას მუდამ სანამ პირველი მას გავენდე და გავაცანი, რომ ამას ვაპირებდი და ამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ შენი პრობლემა იქნება, შენი ნათესავები და იქნება დაცვა პრობლემა, რომ საზოგადოება არ გააღიზიანა არც ერთით და არც მეორით. დაცვა ძალიან აქტიურობს და დღესაც მე პრობლემა მაქვს პრინციპში ბიჭებს ყოველდღე ვახსენებ, რომ უფრო დინჯად მოიქცნენ. ამ ხრივ მას ჰქონდა გამოწვევები და თქვენ კარგად იცით, ჯანყარაშვილი როდესაც პირველ ეტაპზე როდესაც ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ჩემთან შეთანხმებული იყო, როდესაც მან ის დასახმარებლად დაიხმარა, პრინციპში და პოსტიც ეჭირა და მისაღებიც იყო და საზოგადოებასაც თუ გახსოვთ ამაზე არავითარი დიდი რეაქცია არ გაუკეთებია პირველ წელს. მე მგონი ეს პროცესი ცოტა გადაცდა და უფრო დროზე ვერ გაკეთდა რეაქცია ამასთან დაკავშირებით. მაგრამ არაფერი საშინელება არ მოხდარა. თვითონ ღარიბაშვილმა გააცნობიერა, ნახა რომ ესე აღარ შეიძლება და არ ვარგა, მოусმინა საზოგადოებას და მან გააკეთა დასკვნები. და ნახეთ ეს ამ რეაქციის შესახებაც. მეც გქონდა შენიშვნები, არ მალავ. ამ კონკრეტულ საკითხზე ჯანყარაშვილთან დაკავშირებით სხვა თანამდებობის პირებიც იყვნენ მაშინ ჩვენი ერთ დღეს რამდენიმე თანამდებობის პირი გადადგა, ზოგი თავისით ტოვებდა თანამდებობა, ზოგი გადააყენეს და სხვათა შორის ამ დროს საუბრობდნენ, რომ თქვენ გარკვეულწილად ირიბად იღებდით ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას რჩევების სახით. კი ბატონო. და აი კარგია რომ რომა ჩხინკელი საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა და ისიც რომ არ ჩათვალოს საზოგადოებამ და იმ ხალხმა, ვინც განსაკუთრებით აქცენტებს აკეთებენ, თითქოს მე ბრძანებელი ვარ ღარიბაშვილის და ყველა ჩემს რჩევას თუ შენიშვნას ღირსიერად ასრულებს, ესე არ იყო. რომა ჩხინკელზე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ირაკლისთან, რომ
ეს კაცი აქ არ უნდა იყოს. ეს იყო გუნდის აქტიური წევრი, ნაციონალური მოძრაობის, მან გააკოტრა ქართულ ბანკი და აქაც რომ გაიგოთ, რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი. არ გაუკეთებია რეაქცია, თანაც მე არადროს თავს არ ვახვევ და არადროს დაჟინებით არ ვითხოვ არავისგან, საკუთარი შვილებისგანაც კი არ ვითხოვ დაჟინებით. მე ესეთი ცხოვრების წესი მაქვს, მე შემიძლია შევამიცერ ბილად და დავასაბუთო. 6 თუ 7 თუ 8 თვის შემდგომ ეს მან გაითვალისწინა და გააკეთა. ჩემი გაითვალისწინა ვერ ვიტყვი ამ შემთხვევაში, ის თვითონ მიხვდა რომ ეს ესე არ ვარგოდა, თუ მან გააკეთა დასკვნები და თქვენ ნახეთ შედეგიც, მაგრამ ის რომ მე გავათავისუფლე, ან მე ეს გავაკეთე, ამის თქმის საფუძველი არ აქვს. კარგად ვიხსენებ რომ 6 თვით თუ 8 თვით ადრე მე პირველად შევახსენე მას რომ ეს კაცი აქ იდგა და აქ რატომ უნდა იყოს საზოგადოებაში და აი თუ ქართულ ბანკის წარმომადგენლებს რო ხვდები, ვერაუდივარ შეკითხვის პასუხს ვერ ვცემ. დიახ. აი ეს დამოკიდებულებაც კარგი მაჩვენებელია იმის რომ ჩემგან არ იმართება ჩემები მივეცი მე გაცილებით ადრე და რამდენჯერმე გაითვალისწინა თქვენი შო არ ვიცი ჩემი გაითვალისწინა თვითონ მიხვდა თვითონ გაიგო მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა და მან გააკეთა რეაქციები მან გააკეთა რეაქციებიც ჯანყარაშვილთან დაკავშირებით ამ ხრივ ის თემები როგორც მაღლა აწეული მე არ ვეთანხმები რა თქმა უნდა რომ თითქოს ღარიბაშვილის ნათესები მართავენ თელ საქართველოს და ეს ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა და ოპონირება თქვათ უკაცრავად ვარ, მაგრამ აი ანაგვიანებს პოლიტიკურ ველს. სწორედ რომ გაგიჭირდება გარჩევა და საზოგადოება ძალიან აფერხებს და ძალიან ხელს უშლის სწორი ანალიზის გაკეთებაში და მატრიცში მეც. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ კრედიტსვისი მიმანიშნებდა რომ ხელი უნდა მომეწერა და ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი. აი წერილები რომელიც იგზავნებოდა თქვათ, იგივე თქვათ ჩამოდიოდა დელეგაცია, მას დელეგაციას უდოდა დროის შეთანხმება. იყო რაღაც მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა თქვათ და ზარების განხორციელება შეხვედრის ორგანიზება და ესეთ მსგავსი ამის თვეში ერთ-ერთ გაეგო თქვათ ანგარიშზე რა თანხებია თქვათ რა დარჩა და დარჩენილი თანხები და ეს შემდეგ ანუ რაღაც დივანებით ყავდათ არა ეს ის დარქ როგორც გინდა თქვენ რომელი სახელითაც გინდათ იმით მოიხსენიეთ ღარიბაშვილს არ ქონდა არც იურიდიული ამის განათლება და მithumet არც ფინანსური ბარემ იმათაც მოვუსმინოთ ვინც გვარწმუნებს რომ ივანიშვილი კი არის მათი გუნდის ლიდერი მაგრამ ქვეყნის რეალური მმართველები თავად არიან როგორც ჩანს პერიოდულად ღარიბაშვილიც ასე ფიქრობდა და მეორე პრემიერობისას შვილი ამერიკაში სასწავლებლად სამთავრობო ბორტით წაიყვანა მოგვიანებით კი დეკლარაციაში მიუთითა, რომ შეძლებულმა მამამ 150,000 ლარი აჩუქა და ის 109,000 ლარი, რომელიც ამერიკაში გადაფრენას დასჭირდა, ამ 150,000 ლარიდან დაიფარა. როდესაც ამბავი გახმაურდა, კობახიძემ და მდინარაძემ ასეთი კომენტარები გააკეთეს. ჩემი პრეროგატივა არ არის ამის თქმა. ყველაფერი არის სუფთა და ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება. არაფერი არ აქვს დასამალი პრემიერს. აბსოლუტურად ყველაფერი არის სუფთად, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ჩანს გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილს. მიმდინარეობს შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ სააკაშვილს ჩამორეცხონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული ათეულობით და ასეულობით მილიონი, მაგრამ არ გამოდის, ამბობს მდინარაძე. ამ განცხადებების დროს ირაკლი კობახიძე მართველი პარტიის თავმჯდომარეა, მამუკა მდინარაძე კი მართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტში. მთავრობის კონტროლი მხოლოდ ოპოზიციას არ ევალება. პარლამენტი ის ორგანოა, რომელსაც კონსტიტუცია მთავრობის კონტროლს ავალდებულებს. ვიდრე კობახიძე და მდინარაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებდნენ, პარლამენტში მათ წლობით ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავათ. ირაკლი კობახიძე დიდხანს იყო პარლამენტის თავმჯდომარედ, მაგრამ მისგან ოცნების რომელიმე კაბინეტის კრიტიკა არავის მოусმენია. სიტყვა კორუფცია და კორუფციასთან ბრძოლა კი მის ლექსიკონში მხოლოდ ამ გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. 2023 წლის 30 დეკემბერს ქართული ოცნების ყრილობაზე ღარიბაშვილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრია და ზუსტად ერთ თვეში გადადგება. მესამედ დაბრუნებული ივანიშვილი კი სიტყვით გამოსვლისას ამბობს. ოპოზიციის განადგურების პირობებში იზრდება რისკები მართლ გუნდში. ოპოზიციის არარსებობა მართლ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება. დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დასხვევა ესაჭიროება.
განსხვავებით კობახიძისგან, ივანიშვილი კორუფციაზე 2012 წლიდან ლაპარაკობს. ღარიბაშვილის მრავალგზის დაწინაურებამდეც და თანამდებობიდან მისი გაშვების შემდეგაც. კორუფცია ცელიტური ჩათვალეთ რომ მოვალთ და ეს ამის გაგონებაც აღარ იქნება თუ ეს ვინმე მგაბედა და ჩემი გონიცე რა თქმა უნდა დიდი დრო არ დაჭირდება ამის აღმოფხვრას სამართლიანობის აღდგენას მედიის გათავისუფლებას რომ კორუფცია აღარ იყოს ქვეყანაში და ელიტარული განსაკუთრებით ამას დაჭირდება რამდენიმე თვე და ძალიან სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი ეს თავისთავად გამოიწვევს ფასების დაწევას ენერგომატარებლებზეც და სხვა ტიპის პროდუქტებზე და ჯანდაცვას და მედიკამენტებზე როგორ ხდება კორუფციაზე მტკიცებულებების გამოვლენა და საერთოდ როგორ ებრძვიან კორუფციას მეტნაკლებად ნორმალურ სახელმწიფოებში. კორუფციასთან ბრძოლას სჭირდება პოლიტიკური ლებაც და სისტემური რეფორმებიც. აუცილებელია სამთავრობო ხარჯების, ტენდერების და გადაწყვეტილებების საჩაროობა. კორუფციის რისკს ასღვევენ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოებიც, ისეთი უწყებები, რომლებიც პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლები არიან და აქვთ მანდატი გამოიძიონ ნებისმიერი რანგის მოხელის დანაშაული. საჯარო მოხელეების შემოსავლები და ქონება რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს. აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი. ჟურნალისტური გამოძიებები და საზოგადოებრივი კონტროლი გადამწყვეტია კორუფციული ფაქტების გამოსააშკარავებლად. ოცნების მმართველობის პირობებში მედია მხოლოდ პარტიულია, ვგულისხმობ დიდ პლატფორმებს. უმრავლესობა ოცნებისა, დანარჩენებს კი ოპოზიციური ჯგუფები აფინანსებენ. ამ დანარჩენებმა რაც არ უნდა თქვან, საკუთარი თუ ოცნების ძალისხმევით იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს მათი უბრალოდ არ სჯერა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალი წელია უარი თქვეს დებატებზე. ისინი საერთოდ არ თვლიან საჭიროდ ოპონენტებთან კამათში დაანახონ საზოგადოებას, თუნდაც თავიანთ ამომრჩეველს, რომ ეს ოპონენტები ტყუიან. ამას ყველა ნორმალური საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან უპატივცემულობად თვლის და ლოზუნგები თითქოს მთავრობა კორუფციას ებრძვის, რადგან საზოგადოებაზე სრუნავს, სასაცილოდ არ ყოფნით ხოლმე. სამაგიეროდ მედიის, არასამთავრობოების და პარტიების დისკრედიტაცია ის საქმეა, რომელშიც ივანიშვილის ხელისუფლების ეფექტიანობას ეჭქვეშ ვერავინ დააყენებს. ეხლა კორუფციის რა ინსტრუმენტები აქვთ მკვლევრებს გამოვლენილი საქართველოში? ესენია საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით, სუბსიდიების, აგროპროგრამების და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით გამდიდრების სქემა, ეგრეთ წოდებული ატკატების სქემა, მმართველი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სისტემური პოლიტიკური კორუფცია, ლიცენზიები და ნებართვები გავლენიანი პირებისთვის, სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციით ან იჯარით, მორგებული კანონების მიღება გადასახადები თავის არიდების მიზნით, დაუსაბუთებელი შემოსავლის შენიხვა საჩუქრების გამოყენებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო გამჭვირვალობამ აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი. ამ სტატისტიკაზე ოცნების საშუალო სტატისტიკური წარმომადგენელი იკითხავდა, ვინ აღრიცხა ეს ფაქტები? საერთაშორისო გამჭვირვალობა, იმენჯეო, რომელიც უცხოელების მითითებით მოქმედებს. ესე იგი, ეს ინფორმაცია არასანდოა. არასამთავრობო ორგანიზაცია დისკრედიტებულიც რომ იყოს ვინმეს თვალში. აქ ლაპარაკია კონკრეტულ ბრალდებებზე და მათი გასაჩივრება და ბრალდებების გაქარწყლება ოცნების წარმომადგენლებს არ უნდა გასჭირვებოდათ მით უფრო იმ სასამართლოში, რომლის დამოუკიდებლობასაც სინამდვილეში კი პარტიაზე დამოკიდებულებას ისინი უკვე მრავალი წელია თავგამოდებით იცავენ. განსხვავებით ოპოზიციური ტელევიზიებისგან, რომლებსაც ოცნების მაღალჩინოსნებმა რამდენიმე საქმე მოუგეს, საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მოყვანილი ფაქტები ხმამაღლა არც ივანიშვილს და არც მის დღევანდელ პრემიერ-მინისტრს არ გაუპროტესტებიათ. სამაგიეროდ 20-24 წელს კობახიძე პრემიერად დამტკიცებისას პარლამენტში იტყვის. კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის
ეგრეთ წოდებული ქართულ ჯიგრულ პონჩი კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. ეს კენჭი გახარიას ბოსტანში უნდა მოხვედრილიყო. ყოფილი პრემიერის, რომელიც ოცნებამ ქვეყნიდან ფაქტობრივად გააძევა და რომლის მიმართაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ არც ერთი კორუფციას არ უკავშირდება. კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც და თუ რამეზე ეჭვი ჰქონდა, მაშინვე უნდა ემხივა. ასე მოიქცეოდა კეთილსინდისიერი მოხელე და არა დემაგოგი. მითიური დიპსტეიტით და შავი ხელის არსებობით უკანა რიცხვით საკუთარი ქცევის გამართლება რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. სამაგიეროდ კორუფციის ბრალდებით დაკავებულები არიან ღარიბაშვილთან დაკავშირებული არაერთი ჩინოსანი და მაღალჩინოსანი. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიქაუტაძე, სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილგვაშვილი. ამ კამპანიის მარაგაში გარეული აღმოჩნდა რატომღაც ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე რომანოვი, რომელსაც საერთოდ მკვლელობის გამო ედავებიან. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, ის არც დაკავებულია და არც ბრალდებული. საერთოდ სად არის კონკრეტულად ეგეც არავინ იცის და არც არავინ იწუხებს თავს რომ გაგვაგებინოს. არადა შიდა ანგარიშწორების ეს კამპანია სწორედ მისი თვითმკვლელობის მცდელობით და უცნაური წერილით იწყება. საინტერესოა რომ მის სანახავად საავადმყოფოში მხოლოდ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი მივიდნენ დასაწყისშივე. მოგვიანებით იქ ირაკლი კობახიძეც გამოჩნდა, რის შემდეგაც რიჟვაძეს ჯერ თურქეთში გადაიყვანენ, შემდეგ კი თითქოს გერმანიაში გაუჩინარდება. გამჭვირვალე სახელმწიფოებში ამ რანგის თანამდებობის პირების საქმეებზე გამოძიება საზოგადოებას ანგარიშს აბარებს. 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის პირველი სასამართლო უკვე ჩატარებულია და გირაუ აქვს შეფარდებული, ივანიშვილის პრემიერი კობახიძე ამბობს. რაც შეეხება იმას თუ ვინ რა იცოდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში სწორედ ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. რაღაცებს დასჭირდა მეტი, რაღაცებს ნაკლები დრო, მაგრამ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ შეგიძლიათ ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. ეს არის ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, განაცხადა პრემიერმა კობახიძემ. დოკუმენტებით და ტენდერებით რიგითი მოქალაქეები ვერ დაინტერესდებიან. რომც დაინტერესდნენ და რამე არ მოეწონოთ, კობახიძეს პასუხს ვერ აგებინებენ. ზუსტად ისევე, როგორც თავად კობახიძე ვერ სთხოვდა პასუხს ვერავის, ვიდრე ბატონმა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ მინიშნებები არ გააკეთა. პასუხისგებაში ბატონი კობახიძე ალბათ იმას გულისხმობს, რომ თავად სახელმწიფოს ხარჯზე არ მდიდრდება, მაგრამ ანჯერეს საიდან ვიცით, ან ასეც რომ იყოს, კარგი მმართველის რეპუტაციისთვის ეს საკმარისი არ არის. ისტორიისთვის ცნობილია ბევრი ცუდი მმართველი, რომლის მთავარი გასართობი ფული არ ყოფილა. ყველა დაუსრულებელი მშენებლობა, დანგრეული გზა, გაურემონტებელი სკოლა, მაღალი ფასები და ცუდი მომსახურება სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ყველაფერი ცუდი მართვის და კორუფციის შედეგია. მაინც რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს თქვენი აზრით? მე მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ ამ გადაცემის ფორმატი წამყვანის ვარაუდების გამოთქმას არ ითვალისწინებს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ოცნების კორუფციასთან ბრძოლა მოტივირებულია თქვენზე ზრუნვით. ან უკვე ხომ არ იგრძენით ამ ზრუნვის შედეგები. მოგწერეთ კომენტარებში, მანამდე კი გამოიწერეთ ზღარბი და დაელოდეთ მომდევნო გამოშვებებს.